Salvებით ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვა 111 ნომრიდან. ეს ამოცანა საშუალო არითმეტიკულის გამოყენებაზეა და მოდი ახლა ერთი მთავარი იდეა გავიხსენოთ, რაც შეეხება საშუალო არითმეტიკულს, რომ როდესაც ინფორმაციას გაწვდიან რაღაც ერთობლიობის საშუალო არითმეტიკულზე, გახსოვდეთ, რომ ირიბად აქ ინფორმაცია არის მოწოდებული ამ ერთობლიობის მთლიან ჯამზე. მაგალითად, თუ თანამშრომლის ხელფასზეა საუბარი, საშუალო ხელფასზე, მაშინ ირიბად ინფორმაცია არის მოწოდებული ჯამურ ხელფასზე. თუ საშუალო ასაკზეა საუბარი, რომ მაგალითად 20 კაცის საშუალო ასაკი არის 15 წელი, ესე იგი, აქ იგულისხმება, რომ საუბარია ირიბად გეუბნებიან, რომ ჯამში 20 ადამიანი არის 300 წლის ჯამში. თითეული ცაცალკე არ გვეცოდინება, მაგრამ საშუალოდ თითოეულ მათგანზე 15 წელი მიდის. ახლა კონკრეტული სიტუაცია რას გვეუბნება? საკონტროლო წერის ჩატარების შედეგად კლასში საშუალო ქულა 3.1 დაფიქსირდა. ანუ როგორ ვახურდავთ ამას? კლასის ქულათა ჯამი გაყოფილი მათ რაოდენობაზე. აქვე მივწეროთ საუბნელო, what კლასში იყო x-ი მოსწავლე. x-ზე ეს არის 3.1. გავგზავნოთ წაკითხვა პირობის. ავადმყოფობისზე გამო ორმა მოსწავლემ წერა მოგვიანებით დაწერა. ესე იგი, ორი კაცი არ ყოფილა, ან ამ x-ში ორი კაცი არ არის. და მიიღეს შეფასება 4 და 5 ქულა, ხო? რის შედეგადაც საშუალო ქულა 0.1-ით გაიზარდა. ახლა ნახეთ რა ხდება. ორი კაცის ქულა ემატება მანამდე დამწერთა ქულათა ჯამს და საშუალო იზრდება 0.1 ქულით. აი, როგორ გამოვხატოთ ახლა ეს? ეგ სიტუაცია. თუ 0.1 ქულით იზრდება საშუალო ქულა, ესე იგი ხდება 3.2. მაგრამ აი, რა ხდება 3.2 კონკრეტულად? კლასის ქულათა ჯამი რაც იყო მანამდე, მას ემატება ის 4 და 5 ქულა, ხო? ანუ ეს აქ ჩავწერდი მე ახლა. კლასის ქულათა ჯამს დამატებული 9. ალბათ ხვდებით, რომ ამ ქულათა ჯამში აი პირველი დაკრების შედეგი იგულისხმება. შეფრდებული რასთან მეგობრებო? x + 2-თან, იმიტომ რომ ორი მონაწილით მეტი ის ქულა არის, ხო, დათვლილი. და შესაბამისად x-ი თუ იყო ძველი რაოდენობა, x + 2 ახალი რაოდენობა და აი შედგა ახალი განტოლება. 9 ქულით მეტი არის ხელი ქულა, 4 და 5 ქულიანი დაემატა და 2-ით მეტია მოსწავლეთა რაოდენობა და შესაბამისი ქულები გაიყო შესაბამის რაოდენობაზე და მივიღეთ 3.2. ეგ არის ფაქტობრივი სისტემა. მართალია ჩვენ სისტემებზე არ ვართ ნამუშევარი, მაგრამ როგორ შეგვიძლია ახლა დავახურდავთ თუ გნებავთ ამას დავარქვათ y ასე. და მოდი არ შემოვიტანოთ არაფერი ცვლადი, გავაგზავნოთ ასე საუბარი. რა გამოვიდა კლასის ქულათა ჯამი? კლასის ქულათა ჯამი გამოდის 3.1x, ხო? და თუ ავდგებით ახლა ჩვენ და ამას შევიტანთ აი აქ, ეს გამოვა 3.1x დამატებული 9 უდრის ეს x + 2-ს თუ გადმოვიტანთ გამრავლებით აქეთ 3.2 გამრავლებული x + 2-ს. 3.1x + 9 უდრის 3.2x + 6.4 ეს გამოკლებული 6.4 2.6-ია. 3.2-ს გამოკლებული 3.1 0.1x-ია და შესაბამისად 0.1x-ი თუ უდრის 2.6, ნუ ტოლობის ორი მხარეს 10-ზე თუ გავამრავლებთ, x-ი გამოდის 26-ის ტოლი. ახლა კითხვა წავკითხოთ, რას გთხოვენ? რამდენი მოსწავლეა კლასში? ალბათ ითხოვენ
იმ ორი მოსწავლის ჩათვლით, რომელიც არ ესწრებოდა, ხო? იმიტომ რომ x-ი ჩვენ აღნიშნული გვაქვს, სწორედ მაგ გარეშე რამდენი იყო მოსწავლეთა რაოდენობა და როდესაც ის ორი მოსწავლეც დაემატებოდა, პასუხი რა იქნება? პასუხი იქნება 28. იმედია პრობლემას არ შეგექმნით ეს ამოცანა. 112. ფეხბურთის გუნდმა მოიგო 20 თამაში და წააგო 10. კაი, მოდი ჩავინიშნოთ. მოიგო 20, წააგო 10. თუ გუნდის შემდეგ ზედიზედ მოიგებს K თამაშს, ანუ მოგებათა სერია გაიზრდება K თამაშით ყოველს. მაშინ გამოვა, რომ მას მოუგია ყველა თამაშის 80%. აჰა, ნახეთ, ესე იგი რა ხდება? მოგებული თამაშები ყველა თამაშის 80%-ია, ანუ მოგება, რომ შევაფარდოთ ყველა თამაშთან. ძალიან მარტივი სქემებია, შაბლონებია, ხო, პროცენტებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ ერთი რიცხვი მეორე რიცხვის რამდენი პროცენტია, ხო, ის ნაწილაკიანი, რასთანაც ხდება შედარება, რაც ითვლება საწყის მდგომარეობად, ის ითვლება 100%-ად, ანუ მიდის მნიშვნელში, ხო? და გამრავლებული 100-ზე. ეს ყოფილა 80%. მოგება რამდენი გვაქვს? მოგება 20 პლუს K არ გამოდის და ყველა თამაში თავის 20 პლუს K თამაშიანად და თავის 10 თამაშიანად, ხო? როგორც წაგებული, ისე მოგებული თამაშების ფრეზე არაფერს საუბრობს, ხო? ფეხბურთის გუნდმა მოიგო 20 თამაში და წააგო 10, თუ გუნდი კიდევ მოიგებს 10 თამაში. მაშინ გამოვა, ალბათ გულისხმობს, რომ ყველა ნათამაშები თამაშია, ხო, პრინციპში სრულყოფილია პირობა, აქ არ გვაძლევს სივრცეს ამოცანა, ვიგულისხმოთ, რომ სხვა თამაშებიც ნათამაშები აქვს, რა სიტყვით. მოიგო 20, წააგო 10 და კიდევ მოიგებს K-ს. ისე ფრეც. ალბათ ავტორს აქ რამე სადავო არ აქვს, გაელვებული თავში, უბრალოდ მინიმუმი მაქსიმუმის ამოცანა არ იყოს, ახლა ვფიქრობ ამ ეტაპზე. მოდი მაინც ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა რაც სადავო არ არის, იმიტომ რომ აქცენტირება მაინც იმ თამაშებზე ხდება, რაზეც არის აქ საუბარი. 20 მოიგო, 10 წააგო და კიდევ მოიგებს K თამაში. ანუ სულ ნათამაშებია 20, 10 და K თამაში. ანუ 30 პლუს K თამაში. გამრავლებული ეს არის 80%. ყველაფერი ამოწმით ამას, შეგიძლიათ 100 და 80 შეკვეცოთ, აქ 4 იქნება 5, 30 პლუს K გადაიტანოთ გამრავლებით ტოლობის მეორე მხარეს, გვექნება 20 პლუს K გამრავლებული 5-ზე, ტოლი არის 30 პლუს K გამრავლებული 4-ზე, ეგ არის 100 პლუს 5K უდრის 120 პლუს 4K და შესაბამისად K გამოდის 20. კითხვა, მოდი ვნახოთ, რას უდრის K? დიახ, K არის 20-ის ტოლი. ავტორსაც ასე უწერია, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უპრიანი იქნებოდა თუ აქ დაწერდა, რომ ფრედ არ უთამაშია თამაში. ну კაი, აბა თქვათ ახლა მე მივხვდი ავტორს რა ქონდა აქ ჩაფიქრებული, აბა თქვენც მივხვდით ასე დაწერეთ, მაგრამ თუ უფრო მკაცრად მიუდგებოდით პირობას, როგორ უნდა ამოგვეხსნა ეს ამოცანა. ფრედ ნათამაშები თამაშები უნდა ჩაგვეთვალა x-ად, თქვათ რაღაცა, სხვა რაოდენობა და შესაბამისად აქ უკვე 20 პლუს K შეეფარდებოდა 30 პლუს K პლუს x და რა თქმა უნდა x-ზე ვიქნებოდით დამოკიდებული. ზუსტად არ გვეცოდინებოდა პასუხი, უბრალოდ შეიძლება გარკვეულწილად შეფასება შესაძლებელი ყოფილიყო, ანუ მინიმუმ რამდენი შეიძლება იყოს K და მაქსიმუმ. ну კაი, ახლა მეზე დრო არ დავხარჯოთ, იმიტომ რომ ავტორს არ აქვს ასე ამოცანა დაგეგმილი აშკარად. კარგი, ეს გონი ტესტია. მოდი ჯერ ჩვენ ავხსნათ და მერე შევამოწმოთ პასუხებში რა არის ჩამოთვლილი. დათვალეს კალათბურთელის მიერ დაგროვილი ქულები. აჰა, ერთი კალათბურთელის, ხო? აგერ. აღმოჩნდა, რომ მან Z აიმში საშუალოდ P ქულა დააგროვა. ანუ საშუალო ქულა რას ნიშნავს?
Z აიმში საშუალოდ კულა, ეგ იმას მიუთითებს, რომ ანუ თითო ყოველ ტაიმში აგროვდა PP კულას და აქედან გამოდის, რომ სულ დააგროვებდა Z ჯერ E კულა. ამას ნიშნავს, რომ საშუალოდ თუ არის P კულა, ნიშნავს, რომ ყველა თამაში იქნებოდა Z ჯერ P. ამის შემდეგ მან კიდევ ითამაშა და ერთ ტაიმში დააგროვა Q კულა. ანუ კიდევ ერთ ტაიმში დააგროვა Q კულა. ანუ რა გამოდის? ესე იგი გამოდის, რომ სულ ითამაშა რამდენი თამაში, რამდენი ტაიმი? Z პლუს 1 ტაიმი და დააგროვა სულ მანამდე იყო ZP კულა, Z ჯერ P, მერე იყო Q კულა, ანუ Z ჯერ P პლუს Q კულა. გლანმუთელის მიერ საშუალოდ ერთ ტაიმში დაგროვებული კულების რაოდენობა რა? ანუ უნდა ადგეთ ახლა და ყველა კულა, ანუ Z ჯერ P პლუს Q უნდა გავყოთ Z ჯერ P პლუს Q უნდა გავყოთ ტაიმების რაოდენობაზე, ხო? Z პლუს 1. აბა უნდა ნახოთ თუ გამოვიცანით. თუ არის ასეთი პასუხი. ასეთი პასუხი არის B-ში. ალბათ ასეც იქნება, თუ გადავამოწმოთ, კი, 113-ში პასუხი B არის. სწორად გვიფიქრია და გაგვიგია პირობა. ალბათ ძირითადად ასეთ ამოცანებში, როცა ტექნიკა გააქვს, უკვე ნავარჯიშები ხარ, ათობით, ასობით მაგალითი ამოცანა გაკეთებული გაქვს, ყოველთვის თავარი პირობის გაგებაა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რისკი ალბათ მხოლოდ პირობის გაგებაში იმალება. ექსკურსიაზე მყოფი ბავშვების საშუალო ასაკი 15 წელია. მშობლების კი 30 წელი. ანუ მოდი ჩავწეროთ, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე სიტყვებით ჩაწერა, ხო? ანუ ბავშვების საშუალო ასაკი როგორ გამოვხატოთ? ბავშვთა ასაკი, ეგეც ასაკთა ჯამი. რა იქნება? მოდი პირდაპირ დავწეროთ. თუ მოდი ვთქვათ X-ი ბავშვია. ეს ასეთ დადებით რომ შემოვიტანეთ, სულად იქნებ კი იყო ბავშვების რაოდენობაზე რამე საუბარი. აბა ვნახოთ რამდენი პროცენტითაა მეტი ბავშვების რაოდენობა მშობლების არაფერი არ არის ნათქვამი რა ბავშვების რაოდენობაზე და მშობლების რაოდენობაზე. კაი, მოდი მაშინ შემოვიტანოთ, თქვათ X-ი ბავშვია და Y-ი მშობელი. მშობელი. მაშინ ბავშვთა ასაკთა ჯამი რა იქნება? თუ საშუალოდ 15 წლის არიან, ესე იგი 15 ჯერ X-ი არ იქნება და მშობელთა ასაკთა ჯამი მშობლების ასაკთა ჯამი იქნება 30 წლის არიან მშობლები, ხო? 30 წლის, ანუ 30 Y. რამდენი პროცენტითაა მეტი ბავშვების რაოდენობა მშობლების რაოდენობაზე, თუ ექსკურსიაზე მყოფი ყველა ადამიანის ასაკი 18 წელია. მოდი სანამ აი აქ კითხვაზე გავამახვილებთ ყურადღებას, აი აქ რაც იყო შეკითხვა, კითხვის ნაწილი, ეს ბოლო ფრაზაში მოცემული ინფორმაცია ექსკურსიაზე ყველა საშუალო ასაკი 18 წელია, ეს დავიტანოთ. ეგ როგორ საშუალო ასაკი ამ შემთხვევაში როგორ გამოიხატებოდა, როგორ დაითვლებოდა, ხო? ყველას ასაკთა ჯამი, ყველას ასაკთა ჯამი უნდა გათო ყველას რაოდენობაზე, ხო? ყველას რაოდენობა და ეგ იქნება 18 წელი. შეგვიძლია ახლა აქ ჩვენ უკვე შემოტანილი ცვლადებით გამოვხატოთ ეგ ინფორმაცია რაც სხვაგვარად ჩაგროთ. ყველას ასაკთა ჯამი გამოვა ბავშვების ასაკს დამატებული მშობლების ასაკი. და ყველას რაოდენობა შესაბამისად იქნება X + Y. რა თქმა უნდა, ეს უნდა დავახურდაოთ ახლა ჩვენ სხვანაირად უნდა ჩავწეროთ X + Y ამოვიდოდა გამრავლებით 18-ისკენ
15x პლუს 30y ტოლია 18x პლუს 18y-ის. თუ დავალაგებთ, ახლა გადავალაგებთ, გამოვალაგებთ, ამას აქეთ გადმოვიდათ, ამას აქეთ გადმოვიდათ, 2y ტოლი იქნება 3x-ის. აბა მოდი კიდევ გადავკითხოთ, ახლა უკვე კითხვა. რამდენი პროცენტითაა მეტი ბავშვები მშობლებზე? აჰა, რასთან ხდება შედარება, მეგობრებო? ხდება მშობლებთან, ხო? ანუ ნიშნაში წავა მშობლების რაოდენობა. უпроსტად აქ ხო, რაოდენობაზეა საუბარი, კი, მშობლების რაოდენობა, იმიტომ რომ აქ ჩვენ მშობლების ასაკიც გვაქვს, რაოდენობაც გვაქვს და მოდი დავაკონკრეტოთ, რომ რაოდენობაზეა საუბარი. ხოლო რიცხვებში რა იქნება? რიცხვებში რადგან ჩვენ პროცენტულ განსხვავებას გთხოვეთ, სხვაობა უნდა იყოს. უნდა იყოს სხვაობა ბავშვთა რაოდენობას გამოკლებული მშობელთა რაოდენობა და გამრავლებული ასე. კლასიკა ხო ერთგვარი და კლასიკური სტანდარტული კითხვა. თუ ჩვენ გვეკითხებიან არიცხვი რამდენი პროცენტითაა მეტი b-ზე, შედარება b-სთან ხდება, b-ს ეფარდება a-b და ვამრავლებთ 100%-ზე. რა თქმა უნდა, სხვაგვარად შეიძლება ამის დათვლა, მაგრამ ეს საკითხები უკვე გავლილი გვაქვს, დასაუბრები ვართ ჩვენ ამაზე და მოდი როგორც შედეგი ისე გამოვიყენოთ ახლა. ჩვენ ბავშვთა რაოდენობა გვაქვს x-ით აღნიშნული, ანუ აღნიშნული ეს შეკითხვა ჩავწეროთ x - y-ის შეფარდებული y-თან, გამრავლებული 100%-ზე და ჩვენ უკვე ვიცით, შეგვიძლია ერთი ცვლადი მეორეთი გამოვსახოთ. რადგანაც x ერთხელ არის გამყენებული, მოდი x-ი გამოვსახოთ. ცხადია x-ი აქ იქნებოდა 3 გადავიდო და მეორე მხარეს გაყოფით 2 - y. შევაშალა რამე? ბავშვები აქ უფრო ცოტა გამოდიან, ვიდრე მშობლები და რა ამერია? რაოდენობა მშობლების რაოდენობაზე. მოიცა. რაღაც ხარვეზი გვაქვს, ხო? და მშობლების რაოდენობა უფრო მეტი გამოდის. კაი, აბა მოდი წავკითხოთ ექსკურსიაზე მყოფი ბავშვების საშუალო ასაკი 15 წელია, თქვა თითოეული არის x წლის, ხო? კი ბატონო. მერე გარში შემაშალა ვაჭრე. 30-18 რომ გამოვაკელი 2 დავწერე. აი. უნდა დამეწერა შესაბამისად 12 და მაშინ აქ x იქნებოდა 4y, ხო? კი ბატონო. ახლა პრინციპში აქ ზეპირათად შეიძლება უკვე მიუხვდეთ რამდენი პროცენტითაა x-ი y-ზე მეტი თუ 4-ჯერ რაღაცის ტოლია x-ი და ამასთან შედარებით გვინდა რამდენი პროცენტით მეტია, ესე იგი 3 მისნაირი უნდა დაემატოს y-ს კიდე, ხო, y-ს უნდა დაემატოს 3 მისნაირი, რომ x-ის ტოლი გახდეს და თითო მისნაირობა ხო 100%-ად ითვლება. ანუ პასუხი იქნებოდა 300%-ით უნდა გაიზარდოს, მაგრამ არ გინდა ზეპირად გავაგზავნოთ გამაჩნდა, როგორც ვაკეთებდით. ანუ 4y-ის ტოლი გამოსულა x-ი. ჩავშალთ ახლა x-ის მაგივრად 4y-ს გამოკლებული y-ის შეფარდებული y-თან და ეს იქნება 3y-ის შეფარდებული y-თან გამრავლებული 100 და 300%. ნუ საკმაოდ სიჭარბე ყოფილა ბავშვების და მშობლებთან შედარებით, ხო? გავაგზავნოთ 15 ამოცანა რას გთხოვს? 115. აი, კარგი ამოცანა. გარაჟის შტატში ირიცხება 54 მძღოლი. მოდი დავალაგოთ ახლა ბევრი რაღაცა ისეთი ინფორმაცია და შეიძლება აგვერიოს. ესე იგი, სულ 54 მძღოლია. რამდენი თავისუფალი დღე შეუძლია ჰქონდეს თითოეულ თვეში რამდენი თავისუფალი დღე შეუძლია ჰქონდეს თითოეულს
ანუ ერთ წელს, კი ბატონო, თვეში თუ 60 მანქანიდან პროფილაქტიკური რემონტის ჩასატარებლად ყოველდღიურად გარაჟში რჩება 25 პროცენტი. ანუ გამოდის, რომ 60 მანქანა გვაქვს, სულ გვაქვს, ესე იგი 54 მწვეული გვყავს და გვყავს 60 მანქანა, მაგრამ მწვოლები საკმაოდ ჩამორჩებიან მანქანებს, ხო? ყოველდღიურად ეგ არის სულ. ანუ პროფილაქტიკაზე, პროფილაქტიკა დღეში რამდენი მანქანა რჩება? 25%, ხო? მოდი დავთვალოთ აგერ 40, სულ 60 მანქანა. და მანქანების 25%-ო, ხო? ესე გამოდის 60-ის 25% უნდა დავთვალოთ და არა მძღოლების. ეგ არის 1/4, ანუ 15 მანქანა არის პროფილაქტიკაში. და მაშინ გამოდის, რომ თუ პროფილაქტიკაში 15 მანქანა გზაში დღეში 45 მანქანა იქნება. ახლა ეს რაზე მეტყველებს? 54 მძღოლი კი ყავს, მაგრამ ფიზიკურად გამორიცხულია, მეგობრებო, ამ მძღოლებმა ყველა მოახერხოს გზაში სიარული, იმიტომ რომ 45 მანქანაა, ხო? რა შეგვიძლია, რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ახლა აქედან, ამ ინფორმაციიდან, აი აქედან და აი აქედან. ის რომ ყოველდღიურად ისვენებს 9 კაცი, ხო? 9 საიდან მივიღეთ ახლა? 9 არის მიღებული 54-ს გამოვაკელით 45, იმიტომ რომ სულ თუ 54 მწვოლი ყავს, მაგრამ ნუ ტექნიკური მიზეზების გამო მხოლოდ 45 მანქანა შეუძლია ყოველდღიურად გასვლა, გამოდის რომ 9 მწვოლმა აუცილებლად უნდა დაისვენოს. იგი გასაგებია. ახლა ჩვენ გვეკითხებიან, აი ყოველ ერთ კონკრეტულ მწვოლს რამდენი დღე შეუძლია დაისვენოს 30 დღეში. მოდი ახლა ჩვენ რაზე დავფიქრდეთ? ნახეთ, მეგობრებო. აი ასე რომ ყავს ახლა მწვოლები, ხო? ასე არის მწვოლები. რამდენ დღესაც შეძლებ ჩამოვწერ პირობითად. ესე შემდეგ. და ყოველ 9 მწვოლს უწევს დასვენება, ხო? ნუ ჩავთვალოთ ახლა პირველმა, მოდი 1 2 3 3, ხო? აი ამ 9 მწვოლმა დაისვენა პირველ დღეს. პირველი დღე. მეორე დღეს რა მოხდება ახლა? არ დაგვაწყდეს რომ სულ 45 მანქანაა, მეგობრებო. ბოდიში 1 წუთით. მოდიას. და 9 მწვოლი ისვენებს და მეორე დღეს ალბათ აქ იგულისხმება, რომ ვინც დაისვენა პირველ დღეს მწვოლებმა იმათმა არ უნდა დაისვენონ მეორე დღეს. ალბათ აქ კარგი იქნებოდა თუ ავტორი ჩაამატებდა რას, აბა ნახოთ ახლა იქნებ წერია და მე არ დავგვიდი, რამდენი თავისუფალი დღე შეუძლია ჰქონდეს თითოეულს. ნუ ახლა რამდენად გულისხმობს ეს ნათქვამი, რომ თანაბარი თავისუფალი დღეები უნდა ჰქონდეს მათ, ან რიგრიგობით უნდა დაისვენონ და სანამ ყველა არ დაისვენებს, უკვე დასვენებული მწვოლი დასვენებაზე ვერ წავა. რაღაცა მსგავსი პირობაში უნდა ეწეროს. აი დაახლოებით ასეთი რომ რამდენი თავისუფალი დღე შეუძლია ჰქონდეს თითოეულ თვეში, ისე რომ ყველას თანაბრად გამოვიდეს დასვენება. ან ასე ანდა სანამ ყველა არ დაისვენებს, მანამდე ახალი დასვენების დღე, სანამ ყველას არ გაუთანაბრდება დასვენების დღე, მანამდე ახალი დასვენების დღე არ შეუძლია აიღოს უკვე დასვენებულმა მუშამ. რამდენად სწორად ვაყალიბებ ახლა, მაგრამ მგონი მივხვდებოდით, რისი თქმაც მინდა.
ჩავთვალოთ, რომ ვინც უკვე დაისვენა, მეორე დღეს მან აღარ უნდა დაისვენოს. მეორე დღეს უნდა დაისვენოს სხვა ახალმა, აქ შემოშალოს რგოლები, სადავართ 3, 3, 3. მეორე დღეს უნდა დაისვენოს სხვა ახალმა 9 მუშამ. მერე მესამე დღეს კიდე სხვა ახალმა 9 მუშამ და რამდენ ხანს გასტანდა ეს? ნუ რადგანაც სულ 45 მუშაა, 45 რომ 50 მუშა ბოდიში 54 მცხოველია, 54-ში 9 რამდენჯერ მოთავსდება და იქნებოდა ბოლო 9-ი დაისვენებდა მე-6 დღეს, ხო? აი ასე, მე-6 დღეს დაისვენებდა მანამდე ვისაც არ ქონდა დასვენებული და ამით დასრულდებოდა ყველას თითო-თითო დასვენება ექნებოდა. ანუ ფაქტობრივად ყველა მცხოვრმა რომ თანაბრად დაისვენოს და თითო-თითო დღე რომ გამოვიდეთ დასვენება, ეს გამოდის 6 დღიანი ციკლი. ნუ რატო 6 დღე? იმიტომ რომ 9 მუშა ისვენებს ყოველ დღე და 54 გაყოფილი 9-ზე არის 6. ყოველი 6 დღის შემდეგ დაიწყებოდა ახალი ციკლი დასვენებების. და რადგანაც ჩვენ სულ 30 დღიანი სამუშაო თვე გვაქვს და 6 დღიანი პერიოდები გვაქვს, გამოდის რომ ამ 30-ში რამდენჯერაც მოთავსდებოდა ეს 6 დღიანი პერიოდი, იმდენჯერ გამოუვიდოდა ყოველ მუშას დასვენება, ყოველ მცხოვრს დასვენება. 30-ში 6 ჯერ მოთავსდებოდა, ანუ ეს 6 დღიანი პერიოდი და 25 ჯერ მოთავსდებოდა 30 დღეში და რადგანაც ამ ყოველი პერიოდის დროს ყველა მუშას თითო-თითო ჯერ ექნებოდა დასვენებული, ესე იგი 5 ჯერ თუ მოთავსდა ეს პერიოდი, 5 ჯერ დაისვენებდა თითოეული მუშა, მეგობრებო, ამ 30 დღის განმავლობაში. იმედია გაიგეთ ეს პირობა და ხელახლა მოვისმინეთ ჩანაწერს და ნუ თუ რაიმე პრობლემა იქნა, მომწერთ და ვიცდები ხელახლა ახსნით. 116. წერის ფრთის სიგრძე სურათზე, რომელიც 51 მასშტაბითაა დახატული, 15 სანტიმეტრი. და თხოვენ წერის ფრთა სინამდვილეში რამხელა. საერთოდ საუბარი იქნება გლობუსზე, რუკაზე, სქემაზე, მაკეტზე, ან თუნდაც რაღაც ასეთი ბიოლოგიის რაღაც სხვა სახელმძღვანელოში პლაკატზე გამოსახულ ბაქტერიის, უჯრედის, წერის ფრთის ზომებზე წერთ ერთ სქემას ვიყენებთ, ხო? ასე ვთქვათ, რუკა, რეალობა, პროპორციით იხსნება, ყოველთვის პროპორციული დამოკიდებულებაა. და პირველად წერთ შეცვლილ ზომებს, ეს იქნება რუკაზე, გეგმაზე, თუ აი ასე სურათზე და შემდეგ წერთ რეალობაში, რაცაა მისი რეალური ზომა. ჩვენ ვიცით, რომ მასშტაბი არის ორი სახის, გამადიდებელი და შემამცირებელი, რასაც უფრო ხშირად ვართ მიჩვეული რუკებზე გამოყენებულ მასშტაბებს, ხო? ეს არის შემამცირებელი მასშტაბი, ნიშნავს, რომ რუკის ერთ ერთეულში დაპრესილი, აი ჩატეული არის 1000 რეალური ერთეული. იქ თქვენ რაც გინდათ იმ ერთეულს იგულისხმებთ, მაგრამ უბრალოდ სტანდარტულად გულისხმობენ სანტიმეტრს. გასწავლთ? ხოლო თუ აი ბიოლოგიის სახელმძღვანელოა მაგალითად საუბარი, იქ ალბათ შეხვდებით უფრო მსგავსი ტიპის ჩანაწერებს, თუ სურათს ახლავს თან მასშტაბი არ ვიცი, მე არ მახსენდება ხოლმე, ყოფილიყო წიგნში მსგავსი მითითება. ეს არის უკვე გამადიდებელი მასშტაბი და ისევ პირველი ერთეული მითითებს რუკას, შემთხვევაში სურათს, მეორე რეალობას და იგულისხმება, რომ რეალობა გაზრდილია 50-ჯერ. ანუ რუკაზე რასაც უყურებ, ის სინამდვილეში 50-ჯერ გაზრდილი რეალობა. რეალობა 50-ჯერ პატარა. კარგი, გამოვიყენოთ აბა ეს მომენტი ჩვენს ამოცანაში. 50 ერთთანაა რუკასა და რეალობას შორის თანაფარდობა და ამ სურათზე არის 15 სანტიმეტრი. აი, სურათზე არის 15. და გვეკითხებიან სინამდვილეში რამდენი იქნება. აჰა.
არის სტანდარტული პირდაპირ პროპორცია, რაც უფრო დიდი გამოჩნდება სურათზე თავიდანვე დიდი ყოფილა, ისე იგი 50 x უდრის 15 და x უდრის 15 შეფარდებული 50-თან, ეს მარტივი მისახვედრია, რომ 0.3-ია. ანუ რა ერთეული სანტიმეტრი, 0.3 სანტიმეტრია. კარგი, მეჩვენებაც გავაკეთოთ და ამით დასრულდება ნიშნული თავი. რუკაზე, რომლის მასშტაბია 1 მილიონთან, ტერიტორიის ფართობია 540,000 სმ². ანუ რუკაზე, რომლის მასშტაბია ეს, კარგი, რუკა, რეალობა. 1, ეს უკვე შემავცირებელი მასშტაბია, ასე, და ტერიტორიის ფართობი თვითონ რუკაზე, ანუ რუკაზე არის 540 სმ². და გვეკითხებია რეალურ ფართობს. რეალურად რამდენი თქვათ, აქაც რამდენი სანტიმეტრი². ეგ საკმაოდ საინტერესო მომენტია და ბევრი იბნება და პირდაპირ იწყებს აქ პროპორციის დაწერას, კი ისე პირდაპირ პროპორციაა, მაგრამ უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ მასშტაბი სპეციფიური დამოკიდებულების მაჩვენებელია. კი გიჩვენებს რამდენჯერ შემცირდა რაღაც, მაგრამ რა რაღაც. ეს რაღაც არის მეგობრებო სიგრძის ერთეული. შენ, როდესაც აი მაგალითად ადექი და წის ნაკვეთი გაქვს და დაიტანე სქემაზე. და არის სიტყვაზე თქვათ ეს სქემა 1:100-თან. ეგ ნიშნავს, რომ შენი რეალური სიგრძეც 100-ჯერ არის მიწის ნაკვეთის სიგრძე 100-ჯერ არის შემცირებული და სიგანეც 100-ჯერ არის შემცირებული, ხო? პირიქით. ანუ სიტყვაზე ვთქვათ, თუ რეალური ზომა იყო A და B, მაშინ მეგობრებო, უკვე დახატულ სქემაზე, რეალ რუკაზე ზომები იქნება 100-ჯერ შემცირდება, ასე, და B-ც 100-ჯერ შემცირდება. მასშტაბი ყოველთვის გვიჩვენებს წრფივ დამოკიდებულებას, ანუ წრფივ ერთეულებს შორის, ესე იგი სიგრძის ერთეულებს შორის რა დამოკიდებულებაა. ყოველთვის სიგრძეზე არის მითითებელი. არც ფართობზე, არც მოცულობაზე, მხოლოდ და მხოლოდ სიგრძეზე. მასშტაბი არის ასეთი მოვლენა. და შესაბამისად, შენ თუ გინდა დასკვნები ფართობზე გამოიტანო, რეალური ფართობი ხომ იყო A-ჯერ-B. მაშინ რა გამოდის რუკაზე ფართობი, ეს რუკის, გამოდის A მიასედი, გავრევლებული B მიასედზე და შესაბამისად ეს არის B შეფარდებული 100-ს²-თან, ხო? ანუ მასშტაბი რამდენჯერ დაპატარავებასაც გულისხმობს, ფართობი იმის კვადრატჯერ დაპატარავდებოდა. მსგავსი გააზრება თქვენ და მსგავსი აზროვნების მანერა დაგჭირდებათ გეომეტრიაში მსგავსებებთან დაკავშირებით, როდესაც იქ მსგავსების გარდაქმნით, მაგალითად, მიღებული ფიგურის ფართობს მოგთხოვენ ან მოცულობას მსგავსების გარდაქმნით სივრცითი ფიგურაა გარდაქმნილი. ანუ აქ რა უნდა ვქნათ ახლა? რა უნდა ვქნათ და ერთმანეთის ქვეშ ხო უნდა ეწეროს აქ თუ ფართობია, უნდა ეწეროს ზემოთაც ფართობი. არა და ზემოთ სიგრძის ერთეული წერია, ხო? ამიტომ თუ ერთს შეესაბამება მილიონი, ძალიან მარტივად. მაშინ 1 სანტიმეტრი²-ის ეგეცაა კვადრატში შესაბამისი იქნებოდა მილიონი კვადრატი სანტიმეტრი². ანუ უბრალოდ კვადრატში აიყვანთ თვითონ მასშტაბის სტრიქონს რა. ანუ ქვედას არიხებით. იმიტომ რომ ესეც სწორია. თუ ყოველი ერთი ერთეული გულისხმობს მილიონჯერ დაპატარავებას, მაშინ ყოველი კვადრატი იგულისხმებს მილიონის კვადრატჯერ დაპატარავებას. ანუ თუ მე სიგრძეს ვამცირებ სიტყვაზე ვთქვათ, კაი 1 მილიონჯერ, ასე, სიგანეც მცირდება 1 მილიონჯერ, მაშინ მეგობრებო ფართობი შემცირდება თავისთავად, ნახეთ, აი ასეთი პატარა კვადრატი აქ ჩაეტეოდა მილიონჯერ მილიონი, ანუ მილიონის კვადრატჯერ. ცოტა დიდი რიცხვები კი გამოდის, მაგრამ
მოდი 10-ის ხარისხებად ჩავწეროთ ეს. ესე იგი 1 ჯერ x ტოლი იქნებოდა 540 გამრავლებული ეგ რამდენი გამოდის 6 ნულია კვადრატში 12 იქნება 10-ის მე-12 ხარისხი სანტიმეტრ კვადრატზე. ალბათ მეტ კვადრატებში იქნება ეს პასუხი წარმოდგენილი და შეიძლება ტერიტორია თვა კილომეტრ კვადრატებშიც იყოს და მოდი გადავიყვანოთ. მოდი ვიზუალისტვის ახლა 12 ნული აი ვიდა ისედაც მიხვდებით ახლა რომ დავწეროთ. აბა გავიხსენოთ ახლა სანტიმეტრ კვადრატი როგორ დახურდავდება მეტ კვადრატში. მეტრში არის 100 სანტიმეტრი, მეტ კვადრატში იქნება 100-ის კვადრატი სანტიმეტრ კვადრატი, ხო? ანუ 1000. ანუ თუ ჩვენ ამას 4-ნულს ჩამოვაშორებთ, ასე 800-ს დავწერთ, ხო? ანუ ეს იქნება 540 ჯერ 10-ის მე-8 ხარისხი მეტ კვადრატი. მაგრამ ახლა თუ მე კილომეტრ კვადრატებში გადავიყვან, 1 კილომეტრში არის 100 მეტრი და შესაბამისად რომ მქონდეს მიწის ნაკვეთი კილომეტრი კილომეტრზე, მაშინ კილომეტრ კვადრატში იქნებოდა 1000-ის კვადრატი მეტ კვადრატი, ხო? ანუ 6 ნული მილიონი მეტ კვადრატი. ანუ თუ ჩვენ ახლა აი 10-ის მე-8 ხარისხს კიდე 6 ნულს მოვაცილებთ, არჩება 10-ის კვადრატი, ეს იქნება უკვე კილომეტრ კვადრატი. ანუ საბოლოოდ პასუხი გამოდის 54000, ანუ 3 ნული კილომეტრ კვადრატი. ну იმედია წაგადგათ მე-6 თავის გარჩევა. როდესაც ჩვენ ამ ამოცანებს ვარჩევთ, რა თქმა უნდა, მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც დაგვიგროვდა, ვფიქრობთ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური მეთოდები შემოგთავაზეთ ამოცანის ამოხსნის, ან და შემოგთავაზეთ ყველაზე სტანდარტული, უნიფიცირებული. ანუ შეიძლება არ იყოს ოპტიმალური, მაგრამ მისი გამოყენება ბევრგან იყოს მოსახერხებელი რა. თუ ჩათვლით რომ რაიმე უფრო მარტივი, უკეთესი გზაც არსებობს, შეგიძლიათ აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში გაგვიზიაროთ თხრობებით, მე შვიდე თავის განხილვით დაგიბრუნდებით.